მაბრუებს შენი ფერი და გემო. ამ სახელწოდებით გააცილეს დღეს ნომერ მესამე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ფერადი შემოდგომა და წელიწადის ყველაზე ჭრელ დროს განსხვავებული გაკვეთილი დაუთმეს. პატარებმა პედაგოგთან დოდო კიკალიშვილთან 1 სექტემბრიდან დღემდე მოყოლებული ყველა გაკვეთილი შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოება სტუმრებსა და მშობლებს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები პრაქტიკული სავარჯიშოებით გააცნეს. დღევანდელი დღით გავაცილეთ შემოდგომა და ამინდი იყო ძალიან შესაბამისი ამინდი იყო და ძალიან გაგვიხარდა რომ ეს ღონისძიება ჩატარდა. ძალიან მაყოფილი ვარ დღევანდელი ღონისძიებისთვის და დღეს ვიყავი ისეთი ბედნიერი არასდროს არ ვყოფილი ვარ. მაყოფილი ვარ სახალისო გაკვეთილები ჩაგვიტარდა. ხელოვნებისა და მეტყველების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა საკმაოდ ინოვაციურად მოახერხეს ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოების განხორციელება და მათი თანატოლი ჟიურის წევრებისგან შესაბამისი ქულებით შეფასდნენ. გამოყენებული იყო ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური მუშაობა, წყილში მუშაობა და შედეგი მისაღწევი იყო. უნდა გაეთვითცნობიერებინათ შემოდგომის ფერები, შემოდგომის ნობათი, ნივთები, რომელიც შემოდგომით ეხმარება ადამიანს დამზადებაში და ზამთრისათვის მზადების პერიოდი. შერწყმა ამ გაკვეთილისა და ინტეგრირება მოვახდინეთ იმიტომ, რომ ყველა მათგანი ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ნაწილია და მათ შეძლონ ყველაფრის გამოყენება ის, რაც ბუნებაშია სათავისოდ. განსხვავებული გაკვეთილი, რომლითაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს, დატვირთული იყო გონებრივი სავარჯიშოებით. მოცემულ დავალებას მოზარდები კითხვა-პასუხის რეჟიმში ართმევდნენ თავს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე საკუთარი აზრი მშობლებმაც გამოთქვეს და დღევანდელი ღონისძიება შეაფასეს. მოკებენ ფრინველები, ის კარტებით მიაქვს წყალი, მიფრინდნენ და რას ხედავენ, წითლად გულის ნეკერთხალი. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემ შვილს ყოველდღიურად აქვს ის ფუფუნება, რასაც დოდო მასწავლებლის გაკვეთილები ჰქვია. გაკვეთილის შემდეგ მოზარდებმა პედაგოგთან ერთად მოგვიანებით ფოიეში გადაინაცვლეს და საკუთარი შემოქმედების პრეზენტაცია მოაწყვეს. შემოდგომის გაცილებამ სახალისოდ ჩაიარა. პატარები სიმბოლური საჩქრებით დაჯილდოვდნენ და ფერადი ფოთლების სურნელი დღეს კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქეს.